რადიო იმედზე. გზაზე ჭითანავასთან ერთად. დილამშვიდობის განვაგრძოთ რადიო იმედის დილის არხის ფორმატში მუშაობას და ახლა დილის სპორტული მიმოხილვის დროა. სტუდიაში ჩემთან ერთად იმყოფება კახა გელაშვილი. დილამშვიდობის კახა. დილამშვიდობისას და მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მსმენელს. უცნაურ ფორმატში, ახალ ფორმატში შეიძლება ითქვას. სპორტი რადიო იმედის ეთერში უკვე ახალი ფორმატით გავა. ზადასთან ერთად გვიხილავს და მოგვისმენს სპორტის მოყვარული ხუთშაბათ და პარასკევს და უფრო დეტალურად მოგვიანებით გახდება ცნობილი. გისმენ? კი ბატონო, მოკლედ ჩვენ ასე დილაობით სპორტულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ და ეს კვირა ალბათ საკმაოდ დახუნძლულია, როგორც საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური აქტივობის ჩათვლით, ასევე იგივე ჩემპიონთა ლიგის კვირა იყო და ფეხბურთის მოყვარულთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ღირებულების. ჩვენ აუცილებლად ამ თემებს გავშლით, მაგრამ ალბათ ჩემპიონთა ლიგის მატჩებით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ წუხელ და სამშაბათს ღამე იყო. სამშაბათს განსაკუთრებით ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თამაში და პრინციპში წუხანდელი მატჩები სამშაბათის შეხვედრებთან შედარებით არ იყო ისეთი ხმაურიანი და არც გრანდების შეხვედრა არ იყო, ხო? მართალია, სამაგეროდ გუშინდელი მატჩების თითქმის 4-ვე შეხვედრაში შენარჩუნებულია ინტრიგა. ანუ საპასუხო მატჩების წინ ვერ ვიტყვით რომ აუცილებლად ერთ ერთმაზე ვერ ვიტყვით რა თქმა უნდა ფეხბურთია, მაგრამ განსხვავებით წინა დღის შეხვედრებისა იგივე ლისაბონის სპორტინგი დორტმუნდის ბორუსია დორტმუნდმა სტუმრად მოუგო ლისაბონში სპორტინგ 3-0 და პირველ რიგში რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი რომელმაც თან ეს ცალკე ვისაუბროთ ამაზე. ეს ცალკე თემა ანუ გადაწყვეტილია მეტნაკლებად შეიძლება ითქვას ორაუნდიანი დაპირისპირებების ბედი, რაც გუშინდელ შეხვედრებში ესე არ მომხდარა. Celtics მოუგო მიუნხენმა. კი ბატონო, დაძაბული შეხვედრა, გასვლით შეხვედრა მიუნხენშია თამაში და რა თქმა უნდა ფავორიტი ბავარიული კლუბია, მე მგონი არ გაუჭირდება. ასევე გუშინდელი შეხვედრებიდან ალბათ ყველაზე მოულოდნელი იყო ფეინორდის გამარჯვება მილანთან. იც რომ მილანმა ფეინორდს გოლი ვერ გაუტანა 1-0. მილანი მაინც რჩება რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ერთი ლიაო არ იყო, ხო? ხო, ლიაოს იმედად არის მარტო. და ასევე მონაკო ბენფიკა, ფრანგული კლუბების სიმრავლეა, როგორც ვიცი, ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფში. და ესე იგი მონაკომ საკუთარ მოედანზე წააგო ლისაბონის ბენფიკასთან 0-1, თან კაცი გაუგდეს და მოკლედ საინტერესო მატჩები გველოდება. დღეს სწორს უახლოეს სამშაბათს და ოთხშაბათს და ჩვენი მთავარი ინტერესი, როგორც შენ აღნიშნე, პარი სენ-ჟერმენი ამჯერად უკვე ხვიჩა კვარაცხელიას ხვიჩა კვარაცხელიადან გამომდინარე პარი სენ-ჟერმენი ჩვენი მთავარი ინტერესის საგანია კლუბი. ეხლა ვერ ვიტყვით რომ ხვიჩას თამაშს მიჩვეულება ხვიჩა შეიყვანეს სადაც 75 წუთის თუ 70-ისკენ ესე მახსოვს და ფაქტია რომ ჩემი აზრით ვერ ჩაერთო თამაშში ეს ჩემი სუბიექტური შეფასება ისე ვერ ჩაერთო როგორც მიჩვეულები ვართ და მოველოდებით ხოლმე თუმცა გქონდა რამდენიმე გარღვევის მცდელობას და რამდენიმე კარგი პასიც და აქტივობაც. ანუ შეიძლება ისე არ გამოვიდა როგორც ველოდით, მაგრამ პასიური ნამდვილად არ იყო. კი ბატონო. მოდი დავიწყოთ იმით, რომ მოლოდინი იყო დიდი რომ ხვიჩა ჯერ ის რომ თითქმის 11-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ნაპოლის შემადგენლობაში ითამაშა შაშან მარტში. და ველოდებოდით ძირითად შემადგენლობაში წინა 4 შეხვედრა PSG-ში 4-ვე სასტარტო შემადგენლობაში და ეხლაც ესე იყო ვარაუდი რომ ამჯერადაც ძირითადში იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შევიდა 65 წუთზე ხო და ამ დროს უკვე მატჩის ბედი გადაწყვეტილია. ანუ როგორც იტყვიან გუნდები ამთავრებენ თამაშს, იყო მწვავე მომენტები დარჩენილ დროშიც ხვიჩასაც ჰქონდა რაღაც მომენტი, მაგრამ ის რომ мотиваცია შეიძლება ხვიჩას мотиваცია არაკლია და იბრძვის ბოლომდე და ასე იყო ბრესტთან მატჩიც, მაგრამ როდესაც თანაგუნდელები შედარებით და პლუს მეტოქეც ხო აქ мотиваცია. პლუს ამას მარტო მე არ შემინიშნავს ალბათ შენს და მე რომ თითქოს იყო მომენტები, როცა ხვიჩა თქოს ფეხს იტკივებდა. რაღაც პატარა შეიძლება არ არის ხა ბევრი
ინფორმაცია არ გამოდის, ხა შეიძლება იყო რაღაცის და ეს იყო მიზეზიც, რომ ასევე ის ფაქტიც თალსახად ყვიროდა, ასე ვთქვათ, მე ვიგრძენი, რომ უკვე აი ვთქვათ გამოცდილი ფეხბურთელები PSG-ში უკვე არ ცდილობდნენ აქტიურ შეტევას და უფრო მეტად ბურთის კონტროლზე იყო გადასული და აკონტროლებდნენ მეტად საკუთარ მოედანზე და ხვიჩაკი ცდილობდა რომ გასულიყო, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში აქ საერთო ორგანიზმმა უფრო მეტი იმუშავა, იმიტომ რომ საქმე გაკეთებული იყო, ბრესტი ცდილობდა რომ ერთი მაინც გაეტანა და მეტი არ გაეშვა და რაღაცა დუნეთ წავიდა ეს თამაში. ეხა კიდევ ერთი მანჩესტერი რეალის, მანჩესტერი სიტი რეალის თამაში აგუეროს რა ეშველება არ ვიცი. ხო, ნუ ეხა City რეალი ეს ამ პლეიოფის პირველი ეტაპის მთავარი მატჩია, მაგრამ ის თქმა იმისა, რომ რეალი გასულია, თქმა უნდა არ შეიძლება ბერნაბეუზე ჩემი აზრით გველის არანაკლებ საოცარი მატჩი ვიხილეთ და ალბათ კიდევ ასევე სავარაუდოდ უხოლიანი ჩამოწერა იმის რომ City არც City და არც რეალი და მეთანხმები შენსა დაგვეთანხმება მსვენელი არ არის იმ ფორმაში, რა ფორმაშიც ეს გუნდები იყვნენ იმ კონდიციებში, რაც წინა სეზონში აჩვენებდნენ და ორივე თავისი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ეხლა ორივეს ვისაკ რეალმა წინა თამაშიც ააგო იქ არ გადავებით. იგი გვარდიოლას ალკე კრიზისი აქვს, მაგრამ ამ კონკრეტულ დუელში ბოლო მატჩი რეალსა და მანჩესტერ სიტის შორის, ასე ვთქვათ, ფხა უფრო მეტად გამოაჩინა რეალმა. რაც კარლო ანჩელოტის გუნდებისთვის დამახასიათებელია. ამ რეალისთვის განსაკუთრებით, კი. რა თქმა უნდა რეალი აჯობა რეალმა უფრო შეიძლება თანაბარი უფრო ლოგიკური შედეგი იყო ამ კონკრეტული მატჩის, მაგრამ რეალმა გაცილებით უფრო კარგი ფეხბურთი აჩვენა, მაღალი კლასის ფეხბურთელებიც უფრო მეტი ეხა მბაპე ნელ-ნელა შედის უკვე უბრუნდება იმ ჩვეულ ფორმას, რაც PSG-ში, საფრანგეთის ნაკრებში მივეჩვიეთ გულშემატკივარი მისგან. სხვადასხვა შეიძლება პარალელი გავავლოთ მბაპესა და ხვიჩა კვარაცხელია შორის რა მხრივ. მბაპე გადავიდა გვახსოვს ხო სეზონის წინ რეალში გაიარა წინა სასეზონო შეკრება, რაც არის უმნიშვნელოვანესი ახალი ფეხბურთელის გუნდში და მაინც ვერ აჩვენებდა, ხო, ეხლა დაიწყო თავის თამაშის ჩვენება, ისიც ეპიზოდურად, არა მთელი მატჩის მანძილზე. ხვიჩა კვარაცხელია PSG-ში გადავიდა შუა სეზონის იანვრისა და ის გასათვალისწინებლად 70 მილიონი პლუს 5 მილიონი. ამხელა თანხა გადაიხადა პარის სენ-ჟერმენმა იანვრის ამხელა როცა არ იცი რამდენად მოახერხებს ფეხბურთელი მორგებას გუნდს. პლუს ეს ფეხბურთელი, ანუ ხვიჩა კვარაცხელია, მანამდე ბოლო რამდენიმე თამაშს აცდენს ნეაპოლში იმით ტრამვის გამო, თუ ვირუსის გამო. ან ფორმაში არის. უნდა აღნიშნოთ, რომ კონკურენტი ძალიან ძლიერი ყავს ხვიჩას. ბრედლი ბარკოლა, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელია 22 წლის. სხვათა შორის გუშინ ხვიჩა 24 წლის გახდა მიულოცოთ აქედან. აუცილებლად ესეც უნდა აღვნიშნო. წინა აქ 24 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი უნიჭიერესი და ხვიჩამ ნამდვილად მოახერხა ის, რომ შუა სეზონში გადასული ახერხებს ადაპტაციას, შეთამაშებას ახდენს და თავს გზნობს, ნუ კიდევ დრო ჭირდება რომ ბოლომდე ადაპტირება მოახდინოს, მაგრამ ასე სწრაფად ასე გადართვა, მით უმეტეს იმ წნეხის ფონზე მაინც ფსიქოლოგიური წნეხი ექნებოდა ნეაპოლი, როცა დატოვა, წამოვიდა გულშემატკივრებიდან დაწყებული სიტუაციურად გაგრძელებული, თუმცა ყოჩახ ამ ასაკში მან ეს გადალახა და მის ძლიერ მენტალობაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი იცვლის გარემოს, ხო, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ახალი სამსახური, ახალი საცხოვრებელი პირობები, თქვათ, ახალი წრე ადამიანები, არის გარკვეული ადაპტაციის პრობლემა, ასევე შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში, ხვიჩას შემთხვევაში მომეტებული ფსიქოლოგიური წნეხი, გამადიდებელი შუშით ეხა ამხელა მთელი საფრანგეთი, პარიზი, ახალი ფეხბურთელი ამხელა ის და ეს რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მივეჩვიეთ ჩვენ, რომ ხვიჩა არის ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული ახალგაზრდა კაცი და მას ადვილად შეუძლია ამ წნეხის და ამ პრობლემების გადალახვა. და კიდევ ერთი პრობლემა შეიძლება აღინიშნოს ის, რომ ნაპოლიში ხვიჩა იყო გუნდის ლიდერი. ფაქტობრივად სპალეტის ნაპოლიდან მოყოლებული აი ბოლო პერიოდამდე თითქმის ხვიჩაზე ეწყობოდა. მთავარი მოქმედი პირი იყო კვარაცხელია.
Paris Saint-Germain-ის და სხვაგვარად არის ჯერჯერობით, ძალიან ბევრი ვარსკვლავია, ძალიან ბევრი კონკურენტი ყავს, ამ კონკურენტებს უნდა აჯობოს, რა თქმა უნდა. და ეს სისტემაში უნდა ჩაჯდეს. რა თქმა უნდა. იქ თუ სისტემა მოერგო, აქ თვითონ უნდა ჩაჯდეს. ეს ყველაფერი მოქმედებს ახლა ამ დაველოდათ მოვლენებს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, როდესაც იანვარში გრანდი ყიდულობს ამ ხელათ ანხათ ახალგაზრდებს, იგი ისე არ აყავს შერჩეული, რომ თქვათ სათადარიგო ფეხბურთელად ყავდეს. შერჩეული ყავს როგორც აქტიური და საიმედო Paris Saint-Germain-ს აქვს უახლოეს 7 დღეში 3 თამაში. კი, მეტოქეები არ არის ახლა ესეთი გრანდები, მაგრამ მაინც ახლა 3 თამაში ბრესტთან ითამაშა, ზე გაქვს თამაში ტულუსთან, ეროვნულ ჩემპიონატში, შემდეგ ისევ ბრესტთან სახლში და მერე კიდე 2 თუ 3 დღეში ლიონთან. ეს ბრესტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბრესტ მე მგონი მესამე შეხვდება ახლა და რომ კი ბატონო. კახა, კიდევ ერთხელ მიულოცოთ კვარაცხელიას გუშინდელი დაბადების დღე, უამრავი ბედნიერ წარმატებული და სპორტულ სამყაროში განსაკუთრებული შედეგებით ახსავს დაბადების დღეები აღენიშნოს. ეხლა ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს ლოკალურ სპორტულ გარემოს ალბათ და ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარეობს, რომლის აქტივობების ალბათ მთავარი დამწყვლელი ძალა აქცენტირებულია ბაკურიანზე, თუმცა მხოლოდ ბაკურიანი არ არის, საქართველოს სხვა ქალაქებიც არის ჩართული ამ ყველაფერზე და სანამ შენ გვეტყვი უფრო დეტალებს, ხო, თბილისი, ბათუმი, ბაკურიანი, აღნიშნოთ ალბათ ის ფაქტი, რომ გუშინ მნიშვნელოვანი ყურადღება იყო გამოჩენილი იმ რამვის გამო, რომელიც ქართულ სპორტ ზამთრის სახეობების კუთხით 2010 წელს მიადგა და იქნება სანამ კი ბატონო. მოკლედ გუშინ ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავთან იმყოფებოდნენ 15 წელი გავიდა უდიდესი ტრაგედიიდან ქართული სპორტის ზოგადად მარტო ქუმარიტაშვილის ოჯახის დაახლოებების ეგ არის ქართული სპორტის და აღნიშნეს კი აღნიშნა კიდევაც აი უცხოელი სტუმრები ვინც იმყოფებოდნენ რომ ეს ტრაგედია არის მხოლოდ საქართველოს ტრაგედია შეძლო სოფლიო და ზოგადად ზამთრის სახეობათა წარმომადგენლებისთვის ეს შოკის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ ეს უსაფრთხოების ის პრობლემა რაც მაშინ იყო, მხოლოდ ერთს არ ეხებოდა, ხო? და ყველაზე საინტერესო გადარჩა მაშინ ამ პერიოდში, ხო? მოკლედ ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსი, რომელიც ახლა ძალიან ხშირად არის ხოლმე ეკრანებზე, აღნიშნა რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდოების დაწესების შესახებ ქართულ მხარესთან შეთანხმდა და მე მგონი დახურვის ცერემონიალზე უკვე გამორჩეულ ქალს და ვაჟს ნოდარის სახელობის პრიზებსაც გადასცემს. ძალიან ესეთი მასშტაბური მორიგი კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული ფორუმი ტარდება საქართველოში, თბილისში, ბათუმში. და ეხლა გუშინ დაიწყო ფიგურულ სრიალში ასპარეზობა, სადაც ინგა გურგენიძე ასპარეზობს, ქართველი გოგონა. და საკმაოდ წარმატებითაც იასპარეზა. ბრინჯაო, ხო? არა, ჯერ მესამე ეს არის მოკლე პროგრამა გუშინ. გასაგები. იასპარეზა, იგან პატარა შეცდომა დაუშვა, ბოლოს ტრიალი გაუფუშტა და ამ საჯებისგან მიიღო 58.84 მიასედი ქულა. და ეხა ამ მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე ადგილზეა, დღეს გაიმართება უკვე თავისუფალი პროგრამა და გამარჯვების წარმატების შემთხვევაში გვექნება პირველი медаლი, რაც რა თქმა უნდა უდიდესი წარმატება ზამთრის სახეობები ჯერჯერობით ჩვენთან არ არის იმ დონეზე. ჰოკეის მატჩი გვაქვს ხო კიდე? ჰოკეის მატჩები ხალებში დამთა ჩეხმა გოგონებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს. გაუჭირდებოდა ეს ხო და ეხლა გუშინ დაიწყო ვაჟებში ძალიან ბევრი საინტერესო მატჩი გველოდება დიღომში, ოლიმპიურ სოფელში, წყინვალე მოედანია და ეს ჩვენი ჰოკეისტებისთვის, ანუ ყინულზე ჰოკეისტებისთვის, კლასიკური ჰოკეისტებისთვის ასეთ ტურნირზე პირველი თამაშია თუ ადრეც ანუ დიდი ისტორია არ აქვს, გასაგებია, მაგრამ რაღაც საწყის ეტაპებზე ვართ ხო? აი, ჩვენი ნაკრები მაგალითად საქართველოს ნაკრები, ყინულის ჰოკეისტთა ნაკრები როგორც ცნობილია, მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატში და შედარებით დაბალი დონის ტურნირებზე და საკმაოდ ნორმალურადაც შეიძლება ითქვას, არ არის ახლა ისეთი ის მეტოქეებიც არ ყავს ახლა ახალი ზელანდია და ესეთი
გუნდებია, მაგრამ სასწრაფოდ გამოცდილებას მოაქვს შედეგები და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. არის ქვეყნები, სადაც ეს ბუნებრივ გარემოში ხდებოდა და ამიტომაც არიან ისინი ამაში ლიდერები და დღემდე რჩებიან და დღეს უკვე ტექნოლოგიები ჩვენ არ ვართ ახლა ზამთრის ეს თავისებური ის არის ხო? ბავშვი რომ მიიყვანო ჰოკეიზე, ხა იშვიათია რომ თქვათ იყოს ახლა რომ იყოს ყინულის მოედანი იყოს თბილისში და კიდე საკუთრება. ახლა უკვე გვაქვს ფიგურულ რომ ჩვენაერ ქვეყანას ამხელა წარმატებები საერთაშორისო არენაზე. ეს არის რაღაც სასწაულია, ეს მე მომისმენია. იგივე რუსი და იგივე თქვათ უცხოელი, სადაც ძალიან განვითარებულია ეს სპორტის შესახებ არის, რომ არაფერი არ აქვს და თითქმის ყველგან ლამის ფავორიტები არიან ახლა და სხვათა შორის კახა სამთო სათხილამურო კურორტების განვითარებამ ამ მიმართულებებსაც ხელი ცალსახად შეუწყო, ხო? ის რომ სვანეთში სადაც არასდროს არ იყვანარი სათხილამურო ტრასა დღეს მრავალფეროვნება ის რომ გუდაურში საერთოდ გუდაურის სხვა დონეზე სხვა სიმაღლეზე ავიდა გოდერძის უღელტეხილი ბაკურიანზე არაფერს ვამბობ იმიტომ რომ იქ იმედი მაქვს რომ იქ ისეთი საოცარი ადამიანი ყავდა როგორც წაკაძე იყო და იმედი მაქვს რომ ტრამპლინი რომელიც იქ 30-იანი თუ 40-იანი რომელიც სიმბოლურად იყო დარჩენილი კარკასად განახლდება და იყო ამაზე საუბარი რომ ეს სკოლა აღდგენილიყო ამ დროს თავისი მოწაფეებით ბევრი წლის წინ მე მახსოვს წაკაძესაც ყავდა. აქვე ალბათ უნდა აღვნიშნოთ ტყვის როლთა ჭაბუკთა ნაკრების კარგი შედეგი ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს და ესტონეთში გამართულ ამ ტურნირში მათ თავი პრინციპში კარგად წარმოაჩინეს. და ესეც საგულისხმო მომენტია. კიდევ ერთი ტურნირი, სადაც ქართველებს ჰქონდათ კარგი შედეგი, ეს არის პოლონეთში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი და საქართველოს სპორტული კარატის ნაკრებმა საბოლოოდ 2 медали მოიპოვა, რაც ასევე მათ წარმატებაზე მეტყველებს. მართალია, ძალიან კარგი აღალი დონის შედეგებია. სპორტის სამსახიობაში ყავს ჩვენ ტყვის როლაში ლეგენდა, აგერ რამდენიმე დღის წინ იყო ხო, სასწაული, როდესაც მე-10 ოლიმპიადა მოვლენა მსოფლიო დარჩება და ოლიმპიადა ხო. და ასევე მოდი ზაზა კალათბურთსაც. კი, კალათბურთი მით უმეტეს მომავალი კვირა კალათბურთი იქნება ცენტრალური თემა. კი ბატონო, 21 თებერვალს გველის სანაკრებო დონეზე უმნიშვნელოვანესი მატჩი დანიასთან, დანიის ნაკრებთან თბილისის არენაზე. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ზედიზედ მე-6 ევროპის ჩემპიონატზე გავა, სხვა შედეგზე არც უნდა ვიფიქროთ და არც უნდა დავუშვათ, იმიტომ რომ მარცხი უკვე ტოლფასია ესე იგი ევროპის ჩემპიონატის გარეშე მიღმა დარჩენისა და გუშინ ჩაატარა, გუშინ გაიმართა იტალიის თასის მატჩი, მე-4-ფინალური შეხვედრა, 8 გუნდი მონაწილეობს, მე-4-ფინალებში გამარჯვებულები გადიან ნახევარფინალში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოკლედ პირველივე ეტაპზე თორნიკე შენგელიას ბოლონიის ვირტუსი ოლიმპია მილანოს შეხვდა მოქმედ ჩემპიონს, მოგესალმება ბოლო წლები. სწორედ ეს გუნდები მილანი და ოლიმპია მილანო და ვირტუსი იბრძვიან მუდმივად საჩემპიონო ტიტულებისთვის და მილანი ოდნავ უკეთესად გამოიყურება, უფრო მეტჯერ მოიგო ბოლო წლებში ჩემპიონობა ურთიერთშეხვედრებში, ფინალურ სერიებში და გუშინ მე-4-ფინალური მატჩი ტურინში იმართება იტალიის თასის გათამაშება 91-77 მილანის სასარგებლოდ საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო მასპინძელთა შეუფასურად გამარჯვებულთა შორის მილანელთა შორის იყო შევონ შილდსი, დანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც თბილისში ჩამოვა 21-ში და დანიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარებს თავის შეხვედრას, რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, ვირტუსის ლიდერს, ქართველ ფორვარდს 14 ქულა 8 მოხსნა 27 წუთში, ასეთი გახლავთ თორნიკეს მაჩვენებელი. მარცხი, რა თქმა უნდა, ის გუნდი, რომელშიც ქართველი სპორტსმენი გამოდის, ნებისმიერ სახეობაში ფეხბურთი იქნება, კალათბურთი სახეობა, ჩვენც გულშემატკივრობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ქართველი გულშემატკივარი
სხვაგვარად ფიქრობდით და რატომ რომ გასულიყო თქვათ რომ მოეგო ვირტუს გუშინდელი მატჩი უკვე ნახევარფინალში მოუწევდა თამაში ბოლონიურ კლუბს იქ თორნიკეც უნდა ყოფილიყო შემდეგ თქვათ ფინალი და ანუ ნაკრების წევრებთან შეერთებისთვის თორნიკეს ცოტა დრო ექნებოდა ეხლა უკვე შეიძლება დღეს ან მაქსიმუმ ხვალვე უკვე თორნიკე თბილისში ჩამოვიდეს შეუერთდეს ეროვნულ ნაკრებს ნაკრები ვარჯიშობს თბილისი არენაზე როგორც ცნობილია სერბი სპეციალისტის ალექსანდარ ჯიკიჩის თაოსნობით და ემზადება ამ უმნიშვნელოვანესი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო წლებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად მნიშვნელოვანი მატჩია დანის ნაკრებთან აქვე შევახსენოთ მსმენელს რომ ბილეთები იყიდება ტიკეტი ჯიზე ნებისმიერ სულ შეუძლია შეიძინოს და დაესწროს ამ შეხვედრას დანის ნაკრების წინააღმდეგ 21 ფებრუარს 21 საათზე დაიწყება მატჩი თბილისი არენაზე გამარჯვება ვუსურვოთ რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებს და აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნოთ სინანულით ის ფაქტი რომ ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები კვლავ დაეხმარებიან ნაკრებს გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი არსებული NBA-ში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე არც ერთ კალათბურთელს უცხოელ კალათბურთელს ლეგიონერს არ აქვს იმის საშუალება რომ ეროვნული ნაკრებს დაეხმაროს ასეთი არეულდარეული სიტუაცია FIBA-ს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასა და იგივე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას შორის იგივე FIBA-სა და ევროლიგას შორის კონტინენტის მთავარ საკლუბო ტურნირის ხელმძღვანელობას შორის იქაც ანუ ევროლიგაზე მოთამაშე კალათბურთელებს არ აქვთ უფლება რომ ეროვნულ ნაკრებს დაეხმარონ გამონაკლისი ერთ-ერთი უიშვიათესი არის თორნიკე შენგელია რომელიც ნებისმიერ სანაკრებო მატჩს ესწრება და ყველანაირად გვერდში უდგას იმიტომ რომ თორნიკე შენგელია როგორც ვთქვით არის ჩვენი ნაკრების სული და გული შეიძლება ითქვას ერთია ნაკრები თორნიკესთან და აბსოლუტურად სხვა შენგელიას გარეშე ამიტომ თორნიკეს ასევე ნაკრებში ჩამოდის კამარ ბოლდუინი ამერიკელი ლეგიონერი ნატურალიზებული რომელიც საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგად შეეწყო და ძალიან კარგი შტაბ-ეშტილება დატოვა შესანიშნავი შედეგები ჰქონდა ისიც ევროლიგაზე გამოდის ბასკონიას შემადგენლობაში თორნიკეს ყოფილი გუნდის შემადგენლობაში და ისიც ჩამოვა 21-ში იქნება ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში და დანიელებთან შეხვედრაზე ჩვენ მოვკვირას უფრო ყურადღებით ვისაუბრეთ მეტად აქცენტირებულად ახლა გვანიშნებენ რომ ჩვენი სპორტული დილის მიმოხილვის საეთერო დრო იწურება და ჩვენი დიალოგის ბოლოს ალბათ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ რადიოსმენელს რომ რაზე ჩვენ ვისაუბრეთ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გრძელდება და ამ ფესტივალის ფარგლებში თუ კი ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა იყო და გუშინდელ ფიგურულ სრიალზე ისაუბრე შენ დღესაც როგორც აღნიშნე ბათუმში უკვე დღის მეორე ნახევრიდან ფიგურული ციგურაობა იქნება თავისუფალი პროგრამა უნდა წარმოადგინონ გოგონებმა და ამ ხრივ ვინგა გურგენიძეს კიდევ ერთი შანსი მიეცემა გარდა ამისა სამთო თხილამურობა სლალომი ანუ ბიჭების დაშვება იქნება და სადღაც დაახლოებით 40 წუთში 11-ის ნახევრის შემდეგ დაიწყება. ხასაზე დაიწყო პირველი დაშვება. მე როგორც ვთქვი, ეს ეტაპი აქვს უკვე და 4 იქნებიან იასონ ლესდენი, გიორგი ჯაფარიძე, ირაკლი ხერგიანი, გოგა გულედანი დღეს მათი დროა, ასე ვთქვათ და მათი შედეგების მოლოდინში ვიქნებით. მადლობა. კი ბატონო, ეს არის მოკლედ რაც შეიძლებოდა გვესაუბრა სპორტზე. მე შენთან ერთად დავემშვიდობები მსმენელს ხვალ ზუსტად ამ დრომდე და ვისაუბრებთ. კი ბატონო, ხვალ დილის 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ისევ სპორტული მიმოხილვა გვექნება. კახას ვემშვიდობებით, მადლობას მოვახსენებ. მე კი მოგვიანებით დილის არხის ფორმატში კვლავ განვაგრძობ თქვენთან ერთად მუშაობას და მორიგ სტუმართან ერთად დაგებრუნდებით დროებით.